მოგესალმებით კოლეგებო, ფორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 7 საკითხი, გვაქვს როგორც პარლამენტის წევრების ინიციატივები, ასევე საპარლამენტო სუბიექტების ინიციატივები, ასევე გვაქვს მთავრობის ინიციატივები განსახილველად, შესაბამისად წარმოდგენილია დღის წესრიგით დარიგებულია. დიახ, ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო, თხოვნა მექნება კომიტეტთან მოგესალმება დღის წესრიგში მე-7 საკითხად გათვალისწინებულია ჩვენი ფრაქციის წინადადება ობიექტურ გარემოებათა გამო წარმოდგენი ამ კონკრეტული ინიციატივის ქალბატონის სოფიო არ იმყოფება შესაბამისად თხოვნა იქნება რომ შემდეგი საკომიტეტო მოთხოვნისთვის გადავდოთ და ამ დღის წესრიგიდან მოხსნათ ისე დავამტკიცოთ ეს დღის წესრიგი. ბატონო, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა მომზადებული ჩვენი პოზიციები, ჩვენ როგორც სამართლებრივი, ასევე არამხოლოდ სამართლებრივი კუთხით და მზად ვართ რომ განვიხილოთ, მაგრამ რადგანაც მოხსენებელი არ არის, შესაბამისად კოლეგებო, გადავიტანოთ შემდეგი კომიტეტის სხდომისათვის, მაგრამ ერთია ბატონო გიგო, რომ მიმდინარე კვირაში უბრალოდ ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ არ არის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი, შესაბამისად რეგლამენტი პირდაპირ ზღუდავს, რომ სასესიო კვირის დღეს, პლენარული სხდომის დღეს კომიტეტის ჩატარება იმ კანონპროექტზე, რომელიც დაჩქარებულად არ განიხილება, დაჩქარებული წესით არ განიხილება, უბრალოდ კომიტეტი ვერ ჩართდება. შესაბამისად შემდეგ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ისევ ორშაბათს გვექნება ტრადიციულად პლენარული სხდომების კვირაში, ორშაბათს შემდეგში ვერ გვექნება კი ბატონო. დღესასწაულებიდან გამომდინარე. პირველი შესაძლებლობისთანავე, რა თქმა უნდა, ჩავსვათ ის წესრიგში და განვიხილოთ. შესაბამისად ამ დათქმით, ისე რომ ამოვიღოთ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან, ამ დათქმით უყაროთ გენჩი და გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით განვიხილავთ მომხსენებელი ბატონი დავით მათიკაშვილი. კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმებით ამ საზოგადოებას. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს საქართველოს ორგანულ კანონში საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ გაცნობებთ, რომ მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია განხორციელებული მეორე მოსმენის შემდგომ. მადლობა ბატონო დავით, კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები რედაქციული ხასიათის ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არის. დიდი მადლობა, ამით საკითხი განხილულია. მადლობა ბატონო დავით. შემდეგი საკითხი პარლამენტის წევრების ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები მეორე მოსმენით მომხსენებელი ბატონი თორნიკე ჭეიშვილი. გთხოვთ ბატონო თორნიკე. მადლობთ ბატონო არჩილ, პატივისმოკლე კოლეგებო, წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას, მე შეგახსენებთ ძალიან მოკლედ შინაარს, ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ კომპეტენცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს შესაბამისი რეესტრის წარმოებას, მონიტორინგის განხორციელებას, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადადის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ეს ლოგიკურიც არის იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი საჯარო მმართველობითი ფუნქცია დღეს არის უწინარესად სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაკისრებული და აქედან გამომდინარე კანონპროექტი პრინციპში ამ ერთ კონკრეტულ თემაზე არის ორიენტირებული და კონცენტრირებული შესაბამისი ცვლილებები. ასევე მოგახსენებთ იმას, რომ პირველი მოსმენის შემდგომ კანონპროექტს არავითარი დამატებითი შესწორება არ განუცდია, ამიტომ თქვენ წინაშე არის დარიგებული ის რედაქცია, რომელსაც შესაბამისად პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი მზადვარ მუხლობრივი პუნქტობრივი განხილვისათვის მეორე მოსმენით გათვალისწინებული წესისამებრ. მადლობა, მაშინ მივყვეთ პუნქტობრივად და თუ კოლეგებო მომდროულად ამ საზოგადოებასაც მიმართავ, თუ იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, გთხოვთ მანიშნოთ. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი. როგორც აღნიშნე, კანონპროექტში ცვლილება არ არის შესული, არც კითხვები ხომ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ცვლილებები და პირველი მოსმენით მიღებული ტექსტია, მაშინ მივყვეთ და თუ იქნება შენიშვნები, მანიშნეთ. მეორე პუნქტთან დაკავშირებით ხომ არ არის, ასეთი არ არის. მესამე, მეოთხე პუნქტებთან არ გახლავთ, მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით, მეექვსე, მეშვიდე პუნქტთან
არ არის შენიშვნები და მოსაზრებები. მეორე მუხლი გარდამავალ პერიოდში. ცვლილების გარეშე გახლავთ. მესამე მუხლი. ასევე ცვლილების გარეშე. კი ბატონო, შენიშვნები, მოსაზრებები არ გახლავთ. სახელმწიფო აუდიტის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი პუნქტი. დიახ, ანალოგიურად ბატონო თავმჯდომარე, აქაც არც ერთ მუხლში, არც ერთ პუნქტში შესაბამისად ცვლილება პირველი მოსმენის შემდგომ არ განხორციელება. მეორე პუნქტშიც არ არის ასეთი შენიშვნები და მოსაზრებები ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. უცვლელი გახლავთ. არ არის. კი ბატონო. საქართველოს ადმინისტრაციულ საფრთხო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. არც პირველ, არც მეორე მუხლში აქაც ცვლილება არ განხორციელებულა პირველი მოსმენის შემდეგ. დამსწრე საზოგადოებიდან შენიშვნები, მოსაზრებები არ გახლავთ. შესაბამისად, ამის საკითხი განხილულია. მადლობა. მადლობთ. დაიგავთ ადგილი. შემდეგი საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მეორე მოსმენით მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაბურცი. გთხოვთ ბატონო. მადლობა, მოგესალმებით. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს. საკითხი ეხება დაზუსტებას ელექტრონულ სისტემაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩართვასთან დაკავშირებით. ეს არის ტრანზიტული და დიდი სატრანსპორტო საშუალებები, რაც არის M2, M3 და N2, N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და ნაცვლად განსაზღვრული რადიუსის მთავრობის რეგლამენტზე ხდება გადატანა აღნიშნულ კანონის პროექტის მიხედვით. პირველი მოსმენის შემდგომ შენიშვნები არ ყოფილა, სულ ერთი პუნქტია და თუ უკითხებია, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა ბატონ გიორგი. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გახლავთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით? ასეთი არ გახლავთ. მადლობა, ამით საკითხი განხილულია. მადლობა. შემდეგი საკითხი გთავაზობთ კოლეგებო, რომ განვიხილოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-6 საკითხი. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები, თავდაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს მოქალაქეების საქართველოსთან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით გახლავთ აღნიშნული საკითხი, მომხსენებელია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გურიელკაცი. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის კოდექსმა მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად შეცვალა სამხედრო აღრიცხვასთან და სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული მიდგომები, რომლებიც თავდაცვის კოდექსის ფარგლებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია და იგი წარმატებით ხორციელდება. კოდექსის მიღების შემდგომ გავლილი პერიოდის გათვალისწინებით მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში გამოიკვეთა რიგი საკითხების დაზუსტების შეცვლის აუცილებლობა, რაც პერიოდულად აისახა კიდეც კოდექსში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მომზადდა წარმოდგენილი პროექტიც, რომელიც მიზნად ისახავს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას დახვეწას. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის მიერ შეთავსებითი საქმიანობის პროცედურული საკითხების დაზუსტების უზრუნველსაყოფად მიეთითება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული წერილობითი თანხმობის ვადა 1 წელი. ამასთან თავსებადი საქმიანობისათვის თანხმობის მისაღებად საჭირო ორგანიზაციული საკითხები, როგორიცაა მიმართვის პროცედურები, ვადები და თანხმობის მიღების ფორმები. მოწესრიგდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით აღნიშნული საკითხები. აგრეთვე განხორციელდება ტექნიკური ცვლილება და თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ნაცვლად მიეთითება თანამდებობიდან გათავისუფლება. პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები. ამასთან პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შეიძლება ჩაბარდეთ პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინება უწყება. აღნიშნული განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ცვლილების მიხედვით პირი, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამსახურის სახით, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8 თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. თუ მას არ აქვს, რა თქმა უნდა, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასრულდება შესაბამისი დოკუმენტებით.
ამასთან პროფესიულ სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება გადაუვადდება 8 თვის ვადით, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება. შემდეგი ცვლილება განზოგადდება ნორმა და სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირის შერჩევის პროცედურები გავრცელდება ასევე არასაკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე. საკონტრაქტოს მსგავსად, რაც გულისხმობს ფიზიკურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სპეციალურ შემოწმებას, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში გასაუბრებას. საქართველოს თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამსახურის გავლის წესი, მათ შორის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები. აგრეთვე გარდამავალი დებულებიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც რეალურად პრაქტიკაში არ მუშაობს და აქტუალურობაც დაკარგა და თამდევი კანონპროექტი ეს არის საქართველოს მოქალაქეების საქართველოს გასვლისა და საქართველოს შემოსვლის წესების საქართველოს კანონის პროექტი, ეს არის ტექნიკური დაზუსტება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფი წვევამდელის გასაწვევად გამოძახების ნაწილში ტერმინი სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე შეიცვლება ტერმინით სათანადო შეტყობინების უწყების ჩაბარებისთანავე. მადლობა, თუ კითხვები არსებობს, სათვალ უპასუხო. მადლობა დანგრიო კოლეგებო, შეკითხვებით თუ არის, მოსაზრებებით თუ არის. ასეთი კომიტეტის წევრების მხრიდან არ გახლავთ, კომიტეტის აპარატს ჰქონდა კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისად ისინი აგრძელებენ კვლავ როგორც კარგი გამოცდილება, კარგი პრაქტიკა აჩვენებს და ამით ერთ-ერთი გამორჩეული სამინისტროა, რომელიც თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, რა თქმა უნდა სხვა სამინისტროებიც, მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ თავდაცვის სამინისტროს მიმართ და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ სამართალდამცავების თავდაცვის ძალების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, რომლებიც დღესა და ღამეს ასწორებენ იმისაც, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანი და ჩვენი მომავალი. ჩვენ გვაქვს გარკვეული ხასიათის შენიშვნები, ამავდროულად მოსაზრებები, სამართლებრივი ხასიათის ბატონო გრიგოლ, რომელსაც შესაბამისად ავხსნახავთ დასკვნაში და უკვე წამყვან კომიტეტზე შეგეძლებათ დამატებით განაგრძოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა, თუ სხვა შენიშვნები მოსაზრებები არ არის, ამით საკითხი განხილულად ჩავთვალოთ. გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. დიდი მადლობა. დღის რიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით მოხსენებელი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ირაკლი შატაკიშვილი. გთხოვთ ფოტოგრაფია. მოგესალმებით ყველას. პირველი მოსმენის წესით განსახილველად წარმოგიდგენთ კანონის პროექტს, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსში ცვლილებას და გულისხმობს შემდეგს. დღეისათვის ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს გარემოს დაცვა და გარემოს ყველა კომპონენტზე, როგორც ატმოსფერულ ჰაერზე, ასე ნიადაგზე და წყალზე ზემოქმედების შემცირება. ამ თვალსაზრისით დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ისეთი მასალების არასწორი განთავსება ან და რეალიზაცია, როგორიცაა მეორეული საბურავები, შავი და ფერადი ლითონის ჯართი, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები, აგრეთვე ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ამტორებადი ნივთიერებები. აღნიშნული საკითხი პირველად 2019 წელს დარეგულირდა და გავრცელდა მხოლოდ დედაქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის 152 მეოთხე პრიმა მუხლით ჯარიმები განისაზღვრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით აღნიშნული მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესების დარღვევისათვის. ამ რეგულაციის აღსრულება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადაწყვეტილებით დაიწყო 2026 წლის ან მიმდინარე წლის 1 იანვრიდან.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი არის, რომ ამ რეგულაციის მოქმედება გავრცელდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და შეეხოს ყველა მუნიციპალიტეტს, რისთვისაც ცვლილება შედის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, როგორც გითხარით, 152 მეოთხე პრიმამუხლის სათაურში პირველ და მესამე ნაწილებში. კერძოდ, ტერმინი თბილისის მუნიციპალიტეტი ჩანაცვლდება ტერმინით მუნიციპალიტეტები ზოგადად და როგორც გითხარით, რეგულაცია გავრცელდება დედაქალაქის გარდა ყველა სხვა მუნიციპალიტეტზე. ცვლილებების შედეგად დადგენილი წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნება დღეს კანონმდებლობით მოქმედი ჯარიმების ოდენობა. ეს არის მრავალმხრივ დადებითი და პოზიტიური არის, იმდენად რამდენადაც როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით ჩვენი მოსახლეობისა და მოქალაქეობისთვის არის მნიშვნელოვანი და ასევე გარეგნული იერსახე მოწესრიგდება ჩვენი ქალაქების და მუნიციპალიტეტების და რა თქმა უნდა შემცირდება უზრუნველყოფილი იქნება გარემოზე ზემოქმედების და დაბიძურების მთავარი წყაროების შემცირება. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა ბატონო ირაკლი, დიახ ბატონო გისმენთ. ბატონო ირაკლი, მე რამდენადაც გავიცანი განმარტებით ბარათს თვალსაჩინო სანქციების ნაწილში ფიზიკურ პირებზე გათვალისწინებულია 2500 ლარი და იურიდიულ პირებზე 5000 ლარი. ან ჩვენ კი მისასალმებელია თქმა უნდა გარემოზე ზრუნვა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი არის. უბრალოდ აქ ჩვენ რახან რეგიონებზე ვსაუბრობთ უკვე მუნიციპალიტეტების დონეზე, ვფიქრობ ეს სანქციების ნაწილი კარგი იქნება თუ გადაიხედება, ვინაიდან მუნიციპალურ დონეზე ფიზიკური პირებისთვის განსაკუთრებით 2500 ლარი არც თუ ისე მარტივი გადასახდელია, კი რა თქმა უნდა კანონდარღვევა არის, ადმინისტრაციული სახდელი არის, მაგრამ პირველი ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ თუნდაც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების ნაწილში მოხდეს ამ თქვათ სანქციების გადახედვა და უფრო შემცირება, მაგალითად ფიზიკურ პირებთან მიმართებაში შეიძლება თუნდაც 500 ლარით მოხდეს ამ კონკრეტული სანქციების დაწყება და განმეორების შემთხვევაში ბუნებრივია გაიზრდება ეს ჯარიმა. ამდენად ვფიქრობთ ამ სანქციების გადახედვას თუ არის სამმართველობით. გასაგებია, მადლობა შეკითხვისათვის. წარმოდგენილი კანონპროექტი ჯარიმების ოდენობებს არ შეხებია, დარჩება მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული, რაც არ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, რაც არის ის ოდენობები. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ჯარიმის მიზანს არ წარმოადგენს ნებისმიერი ჯარიმის და სანქციის ამ ფორმის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პრევენცია და სხვა არაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ გარემოს დაცვა, როგორც გითხარით, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მშობლების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასთან, ამდენად ვფიქრობ, რომ ჯარიმების ნაწილს ისედაც არ ეხება ეს კანონპროექტი და ვფიქრობ, რომ არც უნდა დარჩება ისე, როგორც არის მოქმედი რედაქციით. და გარდა ამისა, ერთ დავამატებ ბატონო ჩიკო, თუ შეიძლება ეს რეგულაცია შემოთავაზებული კანონპროექტით არ არის რომელიმე მუნიციპალიტეტისათვის სავალდებულო ხასიათის, ეს იქნება შესაძლებლობა, თუმცა ყველა პრიორიტეტების მიზეზების ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ინტერესში იქნება, რომ თავისი ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში მოაწესრიგოს ყველა ეს საკითხი. დიახ. მადლობთ ბატონო ირაკლი ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის, მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია და არა მარტო თბილისში, არაერთ მუნიციპალიტეტში ეს თემა, რა თქმა უნდა, საჭიროებდა მოწესრიგებას და შესაბამისად მისასალმებელია, რომ ამ თვალსაზრისით უკვე მთელი საქართველო იქნება დაფარული სამართლებრივ კონტექსტში. ერთი თქვენ თვითონვე ახსენეთ ახლა მუნიციპალიტეტებთან მიმართებით, რომ ეს არ იქნება დაუშვათ სავალდებულო ხასიათის მატარებელი მათთვის, არამედ გარკვეული შესაძლებლობა გაჩნდება. თუმცა აქ როგორ ფიქრობთ, ისევ და ისევ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, რომ აქ ორი ძირითადი მიზანი გვაქვს, ხო, ერთი, რა თქმა უნდა, ეკოლოგიის დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მეორე, იერსახის საკითხი და საით მიმყავს საუბარი. აი მუნიციპალიტეტებთან მიმართებით ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ უფრო დეტალურად ყოფილიყო, თუნდაც რაღაც გარკვეული ინსტრუქციის დონეზე ან
არ ვიცი, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებით ხომ არ არის შემდგომში საჭირო ცვლილება, რომელიც დააზუსტებდა გარკვეულ სტანდარტს, თუ რის მიხედვით უნდა იმოქმედოს მუნიციპალიტეტმა, როდესაც ასეთი ტიპის დაუშვათ ზონების განსაზღვრას ექნება ადგილი, რომ ეს არ იყოს პირობითად ახლოს დასახლებულ პუნქტთან, მაგალითისთვის ვამბობ, ეს არ იყოს დაუშვათ პირდაპირ იქ განთავსებული, სადაც არის ცენტრალური სამოძრაო, ასე ვთქვათ, თავშეყრის ადგილები, მაგისტრალები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უსაფრთხოების საკითხიც, რა თქმა უნდა, და ეს არის იერსახის გარემოებაც, იერსახეზე ზრუნვის გარემოებაც და აი უკვე როგორც შემდგომი ნაბიჯი, თქვენ ხოლმე არ ფიქრობთ, რომ ამას შეიძლება დასჭირდეს ასევე დაზუსტება თუნდაც სხვა საკანონმდებლო აქტებში, რომ ეფექტიანად მოხდეს თქვენ მიერ წარმოდგენილი ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინიციატივის აღსრულება. ასაგებია, მადლობა ბატონ თორნიკე. მე როგორც ვახსენე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ან ეს სიახლე შეიძლება იყოს ყველა სხვა მუნიციპალიტეტებისათვის გარდა თბილისისა, თუმცა ერთგვარი პრაქტიკა უკვე თბილისის შემთხვევაში არსებობს. კანონი, როგორც გითხარით, 2009 წელს მივიღეთ. 2019 წელს მივიღეთ უკაცრავად, 2020 წელს შემუშავებული იქნა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილება, სადაც დეტალურად არის გაწერილი და განსაზღვრული ის არეალები, სადაც არის შესაძლებელი ამ ტიპის მასალების განთავსება, რეალიზაცია, რიგ მიზეზთა გამო ამ კანონის პროექტის, ამ კანონის მოქმედების გადავადება მოხდა და ძალა შევიდა მხოლოდ 2026 წელს, რაც ანუ მაძლევს იმის თქმის საშუალებას და შესაძლებლობას, რომ ერთგვარი ინსტრუქციაც, პრაქტიკაც ამაზე უკვე არსებობს. ბატონო? ხო, არ არის და მოსახლეობაც და ჩვენი საზოგადოებაც ერთგვარად შეგუებული არის ამ ნაწილს და ვფიქრობ ისევ და ისევ იმ პრიორიტეტიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებული არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასთან, გარემოსთან, თქვენ თვითონ მიახსენეთ გარეგნული იერსახის მოწესრიგებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება შეიძლება არ წარმოადგენდეს და არის შესაძლებლობა, მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მუნიციპალიტეტი ამას კანონის ძალაში შესვლის თანავე, რაც დაკავშირებულია 2026 წლის 1 ოქტომბერთან, შეიმუშავებენ ამ შესაბამის წესს და დაადგენენ. მადლობა ბატონო, კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბატონო გიგა თქვენს ბრძანებით ეს ცვლილებები ეხება ბიზნეს ოპერატორებს ეხება რეალურად, შესაბამისად ფიზიკური პირების და იურიდიული პირებიც არიან ის პირები, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართულები. იქნება ეს მაგალითად ადგილაალებადი ნივთიერებების, მაგალითად ზეთების, სხვა საფოხის საშუალებების რეალიზაცია თუ მაგალითად შეკეთება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად ჯართის რეალიზაცია, ფერადი ლითონების ჩაბარება და ასე შემდეგ. შესაბამისად ბიზნეს ოპერატორებიდან გამომდინარე ჯარიმას და სახთელიც იმდენად ისეთი უნდა იყოს, რომ ადეკვატური იყოს დარღვევის სიმძიმესთან. მაგალითისათვის, რომ ადგილადაალებადი ნივთიერებების რეალიზაცია არ მოხდეს მაგალითად კორპუსში. და კორპუსის პირველი სართული არ იყოს ამით ასეთი სახის ნივთიერებების გაყიდვით. უკაცრავად. ეს არის განსაზღვრული რეალურად ასეთი საკითხები არის განსაზღვრული იმ დადგენილებაში, რომელზედაც ბატონი ირაკლი უკვე მოგახსენებდა. შესაბამისად, ჩვენთვის თავარი არის, რომ გარკვეული ეტაპი არსებობდეს და რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება გარკვეული საშეღავათო პერიოდიც, ამავდროულად საუბარიც, მოლაპარაკებებიც, კარგად გააზრება და გათავისება მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობისა, რომელიც ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს აქვს მოსახლეობის მიმართ, გარემოს მიმართ, ჩვენი შვილების მიმართ, ოჯახების მიმართ და ამ მხოლოდ აი ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შესაძლებელია უკვე რომ პრაქტიკაში განსაზღვროს თითოეულ მუნიციპალიტეტმა ადგილები, სადაც ასეთი აქტივობით შეიძლება დაკავდეს შესაბამისად დაინტერესებული პირი და უკვე
წესებში და საკანონმდებლო სივრცეში მოექცეს ყველაფერი და ერთი მხრივ რომ ჩვენ თუ საუბრობთ რომ გვინდა ევროპა და გვინდა ევროპული სტანდარტები და რა თქმა უნდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რომ მარტივად რომ თქვათ ჯართი პირდაპირ რასაც ბატონი თორნიკე ბრძანებდა რომ ქუჩაში არ იყოს დაყრილი მაგალითად ამითი არ დააზიანდეს როგორც ბუნება მათ შორის ის საამაყო ჩვენი ტურისტული ადგილები და ტურისტული იერსახე, რითაც ასე ვამაყობ და მეორე მხრივ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყარო საქართველოს მოქალაქეებისათვის და მოსახლეობისათვის. ამ ბალანსის დაჭერის და ამ ბალანსის განსაზღვრის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ დონეზე თითოეულ შემთხვევაში შეეძლებათ რომ მიიღონ შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილებები და მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის რომელიც პირველი ყინულძვრელის როლი როგორც ბევრ სხვა საკითხში თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს ნაკისრი და ახლა უკვე შესაძლებლობების გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და მადლობა ამ ინიციატივის წარმოადგენისათვის. სხვა შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ გვაქვს წარმოდგენი საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით? ასეთი არ არის ჩვენ შეგვიძლია რომ შემდეგ უკვე მეორე მოსმენის ფარგლებში, მესამე მოსმენის ფარგლებში, გრძელულ აღნიშნულ საკითხებზე ჯელობა პლანური სტომის ფარგლებში, რა თქმა უნდა. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ირაკლი, რამის დამატება ხომ არ გსურთ? დიდი მადლობა თქვენ არა. მადლობა. გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა, გთხოვთ შეგიძლიათ რომ დაიკავოთ ადგილი ჩვენ კოლეგებო დღის ეს გათვალისწინებული ერთი საკითხი დაგვრჩა რომელიც არის საქართველოს მთავრობის ინიციატივა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს განმავლობის შეტანის თაობაზე მოხსენებელი სულ ამდენიმე წუთში შემოგვიერთდება შესაბამისად ვთხოვთ რომ თავაზობთ უпроსტად რომ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ 10 წუთით და შემდეგ უკვე განვიხილოთ ის საკითხის და კეთილობით ჩავატაროთ. მადლობა. ანაზღაურების შესახებ საქართველოს განმავლობის შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით გახლავთ მოხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალბატონი ხათუნა თოთლაძე. გთხოვთ. მოგესალმებით, მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საჯარო დაწესებულებას შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს. მუხლობრივად გავიგრით ალბათ ბატონო თავმჯდომარე, მოგახსენებთ რომ პირველ მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა პირველი მოსმენის შემდეგ. არც პირველ პუნქტში დარჩა უცვლელად, მეორე პუნქტიც დარჩა უცვლელად და მეორე მუხლიც არის იგივე რედაქციით, როგორც წარმოგიდგენთ პირველი მოსმენის დროს. კი ბატონო, კოლეგებო, პირველ მუხლთან ან მეორე მუხლთან დაკავშირებით შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის? სამართლებრივი შინაარსით არა მხოლოდ ასეთი არ გახლავთ, შეგვიძლია საკითხი განხილულად ჩავთვალოთ. მადლობა, გალბატონო. დიდი მადლობა. კოლეგებო, გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო პროცედურაზე, ეს გახლავთ კენჭისყრა. პირველი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად, მადლობა. ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავდაცვლებებთან ერთად ვინ არის მომხრე? ხარდაჭერილია ერთხმად დამსწრეთა მიერ. საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მეორე მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად, მადლობა. მთავრობის ინიციატივა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით ვინ გახლავთ მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად, მადლობა. პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად, დიდი მადლობა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები თავდაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თავდაცვლებასთან ერთად ვინ არის მომხრე? დამსწრეთა მიერ ერთხმად. ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ამოწურულია. მადლობა კოლეგებო, ნაყოფიერი მუშაობისათვის და კარგ დღეს გისურვებთ. მომდევნო წლამდე დასრულებულია.